ორი იდენტური ჩვენება, რომელიც ფორმულა მოიპოვა მთავარი და ამ დროისთვის ერთადერთი მტკიცებულებაა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ანტონ ჩეჩინის საქმეში. პირველი ჩვენება ცენტრალური კრიმინალური პოლიციის გამომძიებელ მირზა ჯაფარიძეს ეკუთვნის. მეორე ჩვენებას ხელს ეგრეთ წოდებული ნეიტრალური მოწმე შორენა ტაბადაძე აწერს, რომელიც როგორც ირკვევა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქირავებული კომპანიის თარჯიმანია. ოგმებში იდენტურია გრამატიკული შეცდომები. ამოღებული ნივთების ჩამონათვალი იდენტურია აღწერილობაც და წერის სტილიც, რაც დაცვის მხარეს უჩენს ეჭვს, რომ თარჯიმას დააწერინეს ის, რაც გამოძიებას სურდა. სულ არის წარმოადგენთ 40 ხაზი, 40 ველი, გამოკითხვის ოქრო. 40 ველიდან 26 ხაზი სრულად იდენტურად მეორდება. ან ერთი გამოკითხვის ოქმი, ან მეორე გამოკითხვის ოქმი საერთოდ არ წარმოებულა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება, ან შესაძლებელია ვინც ჩააწერა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება. უბრალოდ დაეზარა, უთხრა რომ მოდი მე ამას გადავაკოპირებ და უბრალოდ ხელი მომიწერა. იმასაც არ წაუკითხო და ხელი მოაწერა. კითხვები არსებობს შეპესე ინტელექტ მარკეტთან, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს თარჯიმნის მომსახურებას უწევს. კომპანია 2008 წლიდან ყველა ძალოვანი უწყების მიერ გამოცხადებული ტენდერის ერთადერთი გამარჯვებულია. არაერთი საქმეა, სადაც ამ კომპანიის თარჯიმანები სახელმწიფო ბრალდების მოწმეების ფუნქციასაც ითავსებენ. ჩნდება კითხვა, რატომ არ უზრუნველყო პოლიციამ სხვა ნეიტრალური მოწმის დასწრება ჩხეკის დროს, რატომ ჩაკეტეს ბრალდებული ავტომობილში, სადაც მხოლოდ ძალოვანები ისხდნენ და რატომ არ მოხდა ჩხეკის ამსახველი ვიდეო მასალის გადაღება. ნეიტრალური პირის დაწყებას მოქალაქესთან მიმართებით ეს არის ნებაყოფლობითი, მას უნდა ქონდეს ამის სურვილი და ხელწერილი. ვერ დააძალებ აბსოლუტურად. დაკავების დროს რამდენია? სამი პოლიციელი იყო საგამოძიებო მოქმედებით დადასტურებული, ერთი გამომძიებელი და ორი ოპერატიული განცეთმა ვერ შეძლო ვიდეოს. ვინაიდან ვითითებულია, რომ წინააღმდეგობას უწევდა და ამის გამო ვერ შეძლეს ტექნიკური საშუალების გამოყენება. არე კამერები არსებობს რაიმე მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც გამოჩნდება დათვალიერებული სადაბაზო და როგორ გამოდის და კორპუსი მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებული და არ ჩანს რეალურად. პროკურორის ამ პოზიციას გაამყარებდა გარე სათვალთვალო კამერის ჩანაწერები, სადაც ასახული იქნებოდა უწევს თუ არა დაკავებული პოლიციას წინააღმდეგობას, თუმცა ბრალდების მხარეს ამის დამამტკიცებულებები არ წარმოუდგენია. თავად დაკავებული კი ბრალს არ აღიარებს. რუსეთში ანტიპუტინისტური აქციების ერთ-ერთი მონაწილე, რომელიც 2022 წლიდან თავს საქართველოში აფარებს, ამბობს, რომ ის პოლიციის სამიზნე საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამოც გახდა. რადგან რუსეთის ტერიტორიიდან პოლიტიკურად ვიდევნებოდი, დავტოვე რუსეთის ტერიტორია. აგრეთვე საქართველოში ჩამოსვლისთანავე ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ რუსეთის ფედერაცია ერეოდა საქართველოს შიდა საქმიანობაში. ამ ვითარებიდან გამომდინარე, ვინაიდან ჩემთან ერთად დაკავებული იყო კიდევ ორი რუსეთის მოქალაქე, ასევე სხვა საქართველოს მოქალაქეებიც, ეჭვი მაქვს, რომ ძალოვანი სტრუქტურების ამგვარი რეაგირება ჩემი პოლიტიკური აქტივობიდან გამომდინარეობს. მოსამართლემ ანტონ ჩეჩინი პატიმრობაში დატოვა. პროცესები თებერვლიდან გაგრძელდება. საინტერესოა კიდევ ერთი დეტალი. ნარკოდანაშაულში ბრალდებით დაკავებამდე ჩეჩინი ორი კვირით ადრე პოლიციამ ასევე აქციებზე აიყვანა, თუმცა არც ოქმი შეადგინეს, არც რაიმე სახდელი დააკისრეს. ნოემბრის პროცესში ამჩნიეს და ნახეს იქ, რომ ჯარიმაც ჰქონდა და მთელი ეს აქციების ისტორია. ამის ფონზე გადაწყვეტეს, რომ დაეკავებინათ, რადგან აქტიური ხალხი რა თქმა უნდა მათ არ სჭირდებათ და რადგან სხვა ეთყობა ვერაფერი ვერ ნახეს და მოიფიქრეს ასეთი რაღაც, რომ მარტივი იქნებოდა ყველაზე თუ ნარკოტიკულ საშუალებას ჩაუდებდნენ. თბილისის საქალაქო სასამართლოში დღესაც ათეულობით პარალელური პროცესი მიმდინარეობდა. ძირითადად პოლიცია აქტივისტებს გზის უკანონო გადაკვეთაში ადანაშაულებდა. მართალი გითხრათ, ან წინასახაზო პერიოდი იყო და ხუმრობა მეგონა, ხო არის ხოლმე წინასახაზო დროს ხუმრობები და მე რომ ასე ვთქვათ დავაზუსტე, გამოვიდა რომ ასე თუ პროფესორ მასწავლებლების მარშში ილეონის სტუდენტებთან ერთად ამოუღიათ ჩემი ინტერვიუ, ერთ-ერთ ლაივ ჩართვა და სასამართლოში შემოაგზავნეს ოქმი მედავებიან გზის ხელოვნურად გადაკეთებას. ორი თვის განმავლობაში ერთი კრიმინალი დასაჯეს, ამდენი ყოველდღე წამება, არადანმოყრობა, ძალადობა ყოველდღე ხდება ქუჩებში. ერთი სარდაუში სამაგიერო ძალიან წარმატებით სტუდენტებს, პროფესორ მასწავლებლებს, ხელოვან ადამიანებს, ვისი მეტნაკლებად ცნობილ სახეებს დააზუმავს პოლიცია, მათ სურათს დადებს, ამბობს რომ აი ამ დროს იქ იყო და უნდა დაიჭირონ, ან უნდა დააჯარიმონ. ადვოკატი გიორგი კონდახაშვილი დღეს ბრალდების ამპლუაში იყო. მის წინააღმდეგ სამხილის სატელევიზიო კომენტარია, რითაც ამტკიცებდა შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომ იურისტმა გზა ხელოვნურად გადაკეტა. ამ 9 წამიანი კადრით კი შინაგან საქმეთა სამინისტრო ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ დავით ოკრიბელაშვილმა გზა უკანონოდ გადაკვეთა, თუმცა მათსავე წარმოდგენილ მასალაში ჩანს, რომ ოკრიბელაშვილი გზის ნაპირზე დგას და მოძრავ ავტომობილს გზას უთმობს.
დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრო აი ამ კადრებით თვითონ რო წარმოადგენს ამ კადრებით ამტკიცებდა რომ აი თურმე ამ კადრებით შესაძლებელია რომ სასამართლომ დაადგინოს გზის გადაკეტვა. დღეს სასამართლომ არ გამოაცხადა შემოგვებელი გადაწყვეტილება, რადგან სასამართლოსთვის ძალიან რთულია ესეთ საქმეებზე დაადგინოს გადაწყვეტილება და ახლა ალბათ იკითხავს კლანის სასამართლოში რომ რამდენად შეუულია რომ იქნებ ამ საქმეზე მაინც მიიღოს გადაწყვეტილება და ადმინისტრაციული წარმოება შეწყვიტოს. კომიკურად განვითარდა თონიკე ზაკალაშვილის საქმის განხილვა, რომელსაც პოლიცია ასევე გზის გადაკეტვას ედავება. სახელმწიფო ბრალდებას თორნიკე ზაკაშვილი მამამისში აერია. ამიტომ პროცესი გადაიდო და ერთვიანი ძებნის შემდეგ დღეს პოლიციამ მტკიცებულებების მოპოვებისთვის კიდე დამატებითი დრო ითხოვა. შესაძლოა წარმომადგენელი ამბობს, რომ ანუ ერთთვიანი ვადა არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ რაიმე მტკიცებულება წარმოედგინა და თუ შეიძლება რომ 9 საათით სხდომა გადავდოთ, იმიტომ რომ რაღაც მტკიცებულება მაქვს მნიშვნელოვანი, რომელიც უნდა წარმოადგინოთო. რა თქმა უნდა, იმ მოტივით და იმ საბუძვით, რომ საქმეში ფიზიკურად ვერ გაჩნდება რაიმე მტკიცებულება, რაც რეალურად არ ყოფილა, ჩვენს დავეთანხმეთ და ვნახოთ 9 საათში რა მტკიცებულებას წარადგენს იმას, რაც ერთი თვის მანძილზე ვერ წარადგინა შესაძლოა. ოლიგარქის სასამართლო არც სამხედროებს ინდობს ადამიანებს, რომლებმაც საქართველოსთვის არაერთხელ იომეს მარშებში მონაწილეობას უკანონოდ უთვლიან. თავარი არის ქვეყანა, სამშობლო და სამშობლოს უბრძოლელად არავინ არ დაუთმოს არც რუსეთს, არც ივანიშვილს. თქვენ გიბრძოლიათ საქართველოსთვის პირდაპირ. მე 20 წლის ბიჭი ვიყავ, პირველად რა ვიღე იარაღი და მას შემდეგ 18 წელი მომწია ჩემი ქვეყნისთვის ბრძოლა. ყველაფერს წარმოვიდგენდი. მაგრამ ამას იმიტომ რაც რუსეთმა დაგუმართა, რაც ისტორიულად ვიცით, რაც ჩვენ თავზე გადაგვხდა, როგორ შეიძლება რომ კიდე რუსეთი გინდოდეს? ეს ჩემთვის წარმოვიდგენელი. მებრძოლი გიორგი კობერიძე ფიქრობს, რომ უშედეგო ამ მცდელობა მისი დაშინების და ჩვენი მეშვეობით სოლიდარობას უცხადებს პატიმრობაში მყოფ მოქალაქეებს, განსაკუთრებით კი მის ბავშვობის მეგობარს. ჩემი სოლიდარობა ჩემს ბავშვობის მეგობარს ვეფხვია კასრაძეს, ვეფხო გაუძელი, ყველაფერი გარეთ იქნება.